de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. Hey, გამარჯობა მეგობრებო! ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 213 ეპიზოდს გადაცემისა კვირაში ერთხელ მიშა მშვილდაძესთან. შეგვეძლო ერთი კვირით გვიანას დაბრუნებულიყავით, მაგრამ მაინც აქ ვიყავით ყოველდღე ვიკრიბებოდი. ბარემ ეთერში გავედით. დასვენებით კი ზოგმა დაისვენა, ზოგმა ვერ დაისვენა, ზოგმა კი არ მოისვენა. წინა სეზონის ბოლოს შეგპირდით, რომ ახალ სეზონს სანქციებით დავიწყებდით. ჩვენ კი პირობას ყოველთვის ვასრულებთ. ხო და გაგანია აგვისტოში ლიეტუვამ სანქციები დაუწესა ოცნების მაღალ ჩინოსნებს და მოსამართლეებს. ამჯერად არ გაუმართლათ ლაშხს, ნაჭყებიას, წილოსანს და გალუსტაშვილს. დასანქცირების მიზეზი ქვეყნის დემოკრატიულ უკუსლაში წვლილი შეტანა. რავი, ნინო წილოსან შეიძლება გაუხარდა კიდეც. რაღაცაში რომ გააქვს წვლილი შეტანილი, ესე იგი არსებობ. დასანქცირებულები დაიცვა შალვა პაპუაშვილმა. თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა. ანუ ბოღმით ახსნა ლიეტუელების სანქციები შალვა. შურთ ანუ ჩვენი შალვა, ხო? შურთ. შენ რო ლიეტუელი იყო არ შეგშურდებოდა საქართველოს. სანამ ეთერში არ ვიყავით, ვიღაცები დაიჭირეს. ჩვენთვის ვიღაცები თორე აბა ჯუანშე ბურჭულაძეს კითხეთ. უახლოესი ხალხი დაუჭირეს. თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლი ძმა. ბიჭებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თვითონ ბურჭულაძეს რატო არ იჭერენ, არ ვიცი. ეტყობა ამან არ იცოდა კორუფციის შესახებ. და ეგონა რომ ხელფასზე ყავდა თანამშრომლები და თურმე ძალიან უყვირდა როგორ ყოფნიდათ ხელფასი თვიდან თვემდე. სანამ ეთერში არ ვიყავით, ქართულ ბანკმა ტევ-პირველს უჩივლა. აეკრძალოს ტელეკომპანიას ქართულ ბანკის ივანიშვილის ბანკად ან ოლიგარქის ბანკად მოხსენიება. სასარჩელო მოთხოვნაში წერია, რომ ქართულს ივანიშვილთან არანაირი კავშირი არ აქვს. ქართულ ბანკი ბიძინა ივანიშვილმა დაარსა და 2021 წელს ბიძინა ივანიშვილისვე დაარსებულ ქართულ ჯგუფს გადასცა. ბოლო დოკუმენტებში ფონდის ბენეფიციარ მფლობელად უტა ივანიშვილია მოხსენიებული. რავი, ალბათ სასამართლო პროცესზე უტამაც უნდა თქვას, რომ ბიძინა ივანიშვილთან არანაირი კავშირი არ აქვს. აუცილებლად უნდა დავესწრო ამ სასამართლო პროცესს. იქნებ ჩემია, რავი. სანამ ეთერში არ ვიყავით, დიდი ამბები იყო სამეზობლოში. სომხეთი და აზერბაიჯანი შერიგდნენ. ალიევი და პაშინიანი ვაშინგტონში ჩავიდნენ და ტრამპს შეხვდნენ. აქამდე მათ შორის ყველა შეხვედრის შუაში პუტინი იჯდა. ახლა კი ტრამპი. ჩვენ როგორც კავკასიის ცენტრი აქტიურ მონაწილეობას უნდა ვიღებდეთ ამ პროცესებში, თუმცა არ გვეცალა. სერიოზული შეხვედრები ჰქონდა კობახიძეს. სხვაგან. სანამ ჩვენი ორი მეზობელი მრავალწლიან კონფლიქტს ამთავრებდა, ირაკლი ზღვაზე გასასვლელის არ მქონე ქვეყნების შესახებ კონფერენციას დაესწრო თურქმენეთში. აი ეგ ხო ისეთი კონფერენციაა, რომ საქართველოსთან მაქსიმუმ დასაცინად ჩახვიდე რომ. ჩვენ გვაქვს ზღვაზე გასასვლელი, თქვენ არა. ხო? ანუ ოღონდ სადმე რამე ლეგიტიმაციის პონტი იყოს და ქოცე პირველივე რეისით იქ არიან.
შეგახსენებთ, რომ თურქმენეთში ქალებს მართვის მოწმობის აღება ეკრძალებათ. ეგეთი ქვეყანაა. რავი. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი თურქმენეთზე ისაა, რომ ეს ქვეყანა ყველაზე ნაკლებად ნანახ ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციაზეა. ანუ თურქმენეთში ძალიან ცოტა ადამიანი ჩადის. ირაკლი როა შეიძლება კიდევ უფრო ცუდად ქონოდათ საქმე. ეს შველი. სანამ ეთერში არ ვიყავით, რუსეთიდანაც მოგვიგროვდა ამბები. დღეს მოგიყვებით ორ ამბავს. რუსეთში ფულისა და სახელმწიფო ჯილდოების მისაღებად ჯარისკაცებმა ერთმანეთს განზრახ ესროლეს და დაჭრეს. ანუ გაიაზრეთ? გავიმეორებ. ესე იგი, სახელმწიფო ჯილდო და ფული რომ მიეღოთ, რუსმა ჯარისკაცებმა ერთმანეთს გადაატარეს ავტომატები. მე მაგალითად არ გამოვრიცხავ, რამდენიმე მათგანი ამ თაღლითობისას შემოაკვდათ კიდეც რავი. ხუიოზე რუსეთია. Что ты сделал, Игорь? Не в живот, сука. მეორე ამბავი ასეთია. სტივენ სიგალი ვოლგოგრადში პლასმასის გადამამუშავებელ ქარხანას გახსნის. აზე ხარ ამერიკელები რაჯიგრები არიან. რუსეთუმე ხო ყველა ნაბოზარია, მაგრამ ამერიკელი რუსეთუმე მაინც ცოტა სხვანაირია. ძმა გარემოს დაცვაზე ზრუნავს. ფირმა ასე ვამბობდით ჩემ ბავშვობაში. ალბათ ყველას ერთი სული გაქვთ, როდის გადავალ მთავარ სათქმელზე, რაც ჩვენი შვებულებაში ყოფნის დროს მოხდა. დიახ, მეგობრებო, დიახ, ქოცებთან ერთად 9 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ მამუკამ დინარაძეს თანამდებობა ეღირსა. ჩემთან აქვე ახლოს საბურთალოზე იმუშავებს სუსის შენობაში. სანამ ანრი ოხანაშვილი ფიქრობდა ბიძინას სურათი სად დავკიდო, ამასობაში მოხსნეს. ამ თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი დანიშნეს აპრილში. იცით რომელი წლის აპრილში? აი ახლა რო იყო 4 თვის წინ. კანონმდებლობით ანრი ოხანაშვილს წელს შვებულება არ უწევდა. აი გაისად აგვისტოს უნდა დაესვენა მაგრა. და ამათ აგვისტოს ბოლოს მოხსნეს. ივლისის ბოლოს მაინც მოიხსნა. კაცი მთელი აგვისტო თბილისში იხარშებოდა. დაისვენა. ბიჭო, სტაჟიორია ისაკავთ 6 თვით და ანრიმ იმდენი არ დაიმსახურა, რომ წლის ბოლომდე მიგეგორებიდან. კაცმა ამერიკის საელჩოში ხელი გაიქნია. რაც შეეხება მამუკამ დინარაძეს, მისი დანიშვნა არ გამიხარდა. ტლიკინა კაცი იყო მამუ. ყველაფერზე განცხადებას აკეთებდა, ხან სერიოზულად, ხან ხუმრობით. იყო მასალა. მუშაობდით ხალხი. და ეხლა სუსის უფროსია და გინდა არ გინდა თავს შეიკავებს ყველაფერზე განცხადებისგან. მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ მამუკას იუმორი თავის გზას არ დაკარგავს. სადღაც რაღაც ხუმრობებს კიდევ გვეტყვის. მამუკას დანიშვნა ქოცებს გაუხარდათ, თუმცა ანრისაც გაუხარდათ თავის დროზე და შემდეგი ვინც დაინიშნება, ისიც ძალიან გაუხარდებათ. არ გაუხარდებათ მაგათი აჯობებს. რატი იონათამიშვილი. მამუკამ დინარაძეს გამორჩეულად აქვს გამძაფრებული პატრიოტიზმი. ეს ისეთი განცხადება, გინდა სუსის უფროსად დანიშვნაზე თქვი, გინდა დაბადების დღეზე. გინდა დაკრძალვაზე. სადაც მამუს მიულოცეს დანარჩენმა ქოცებმაც, თუმცა ყველაზე კმაყოფილი ქოცი დეპუტატი ლევან მახაშვილი იყო. შვიდად ვარ, განაცხადა ლევანმა. შვიდად ვარ. სუსი მამუკამ დინარაძის სახით
პროფესიონალის ხელში იქნება. ანუ ლილუაშვილის დროს ნერვიულობდა ლევანი გაიგე. ოხანაშვილის დროს ეხა არც იქით, არც აი და მამუკას დროს აი დამშვიდა. შვიდა, აქ უნდა გაზმორილიყო, წამოწოლილი. კიდევ ბევრი რაღაც მოხდა, სანამ ეთერში არ ვიყავით. 4 პოლიტპატიმრით ნაკლები გვყავს. ულოცავ 4-ვეს. განარჩენებისთვისაც მალე მიმელოცოს. აგვისტო მიიწურა თუ არა 1 სექტემბერს მიხეილ ყაველაშვილმა ღია წერილით მიმართა ტრამპს. მე რო ტრამპი ვიყო, დავიწვებოდი საცოდაობით. ეს იყო მესამე წერილი, რაც ქოცებმა დონალდ ტრამპს მიწერეს. ქოცების თქმით, წერილი ნამდვილად ყაველაშვილის დაწერილია. რამხელა უბედურება, როცა პრეზიდენტმა რაღაც დაწერა და მთელი ერი მსჯელობს, იცის თუ არა წერა. დაწერდა, მგონი ვერ დაწერავი. აი მეორე კლასში მასწავლებელი სათვალის ზემოდან რომ კაცრად დაგხედავდა. შენ დაწერე? როგორც გითხარით, ეს უკვე მესამე წერილი მიწერეს ტრამპს. პირველი წერილი არ იყო ღია. თუმცა, როგორც დანიგანმა გითხრა, სავსე იყო მუქარით და შეურაცხყოფელი ტექსტებით. მეორე წერილი უკვე კობახიძემ მიწერა. მოგვაქციე ტრამპ ყურადღებაო. ახლა კი ყაველამ მიწერა მესამე წერილი. მოგვაქციე ყურადღება ბოლო-ბოლო მაგის დედავატირეო. წაიკითხავთ რამდენიმე მონაკვეთს. ჩემი ფავორიტი მომენტები ყაველას წერილიდან. სტრატეგიული პარტნიორობა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ თქვენ ინაუგურაციამდე რამდენიმე კვირით ადრე გააუქმა იმ უსამართლო, უხეში და აგრესიული პოლიტიკის ფარგლებში, რომელსაც ის არაერთი სუვერენული სახელმწიფოს მიმართ აწარმოებდა. ტრამპი ხო აკრიტიკებს ბაიდენს და ესენი ეგრეთ აფლავენ ტრამპს, რომ ესენიც აკრიტიკებენ. უმაგის ეუნები. შემდეგი ციტატა. საბედნიეროდ დიპ სტეიტის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხი ერთიანია, როგორც არასდროს. რაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა გასული 4 წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს. ეს რატო მოხდა ჩემ ფავორიტ მომენტებში, რატო და ვერ გავიგე. და დამიწერეთ კომენტარებში რა ჯანდაბას ნიშნავს ეს. და მესამე. ბუნებრივია მოვლენებს ყველა თავისი გადმოსახედიდან უყურებს და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ თქვენი ადმინისტრაცია ლოგიკურ ყურადღებას არ იჩენს, ქართველ ხალხში თქვენი პასიურობა აჩენს ეჭვს და კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად თავისუფალი და გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის გამტკიცების თვალსაზრისით. ვისაც ჯერათ რომ ყაველაშვილი ამ წინადადებას დაწერდა მეგობრობის თხოვნა გავამიგზავნეთ, არ დაგიდასტურეთ, დაგბლოკავთ. ამერიკიდანაც მალევე მოვიდა ტრამპის პასუხი. ბატონო მიხეილ, რას ქვია ყურადღებას არ გაგწევთ? რომის პაპის ამბებზე? ხო აგიწიე ხელი შეკა. კოცებო, მოდი, შობა ახალი წელიც მიულოცეთ და თუ კიდე არ გიპასუხათ, მერე შეეშვით. უკვე აზრი არა. ამასობაში კოცების ფილოსოფოს ზაზა შათერიშვილს ამოასხა და ტრამპი მიალანძღა. არანაირი დიპ სტეიტთან მებრძოლი ტრამპი არ არსებობს. გააცხადა ზაზამ. ეს წინადადება სწორი იქნებოდა ასე. არანაირი დიპ სტეიტი არ არსებობს, მაგრამ პროპაგანდას ერთ საშინელი თვისება აქვს. რაღაც მომენტში შენც იჯერებ შენსავე მოფიქრებულ ტყუილებს. რაღაც მომენტში კოცები დაიჯერებენ დიპ სტეიტის არსებობას და მერე უკვე გვიან იქნება. ვეღარ უშველით კოცებს. თუმცა არც არანაირი სურვილი გვაქვს რომ უშველოთ სიმართლე გითხრა. გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე, ჩაანალიზებაზე, ჯერ კოკა-კოლა მოსვათ. დღევანდელი ეპიზოდის მთავარი თემა იქნება უკვდავება.
რაზეც ოცნებობს თითქმის ყველა ადამიანი, განსაკუთრებით კი დიქტატორები. ჩინეთის სამხედრო აღლუმის პირდაპირ ეთერში გაშუქებისას უნებლიეთ ჩაიწერა სი ძინპინს, ვლადიმერ პუტინსა და კიმ ჩენ ინს შორის საუბარი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებას ეხებოდა. ადრე ადამიანები იშვიათად აღწევდნენ 70 წლამდე. ახლა კი 70 წლისა ჯერ კიდე ბავშვი ხარ. უთხრა 72 წლის სი ძინპინმა 72 წლისვე პუტინს. შემდეგ პასუხობს ხუილო და თარჯიმანი მის სიტყვებს თარგმნის ჩინურად და ამბობს: ბიოტექნოლოგიის განვითარებით შესაძლებელია ადამიანის ორგანოების მუდმივად გადანერგვა და ადამიანები შეიძლება გაახალგაზრდავდნენ კიდეც და გაახალგაზრდავდნენ და უკვდავებასაც მიაღწიონ. შემდეგ სი ძინპინი ისევ ჩინურად ამბობს: ამ საუკუნეში არის სიცოცხლის 150 წლამდე გახანგრძლივების შესაძლებლობა. ანუ ამ საუბრიდან ვიგებთ, რომ პუტინს და სის მეცნიერების დიდი იმედი აქვთ, განსაკუთრებით ბიოტექნოლოგიების, ბიძინასავით ხეებთან ჩახუტების და ეგეთ სისულელების არ ჯერათ. ანუ დიქტატორშიც ხო ბედი გინდა. მე როგორც გავიგებ, კითხეთ ახლობელ მეცნიერებს და ბაობაბებთან ჩახუტება არ ახანგრძლივებს სიცოცხლეს. თურმე უნდა ამ შემთხვევაში 1-5 წელი გემატება. ანუ რეგულარულად თუ კაცობრიობა უკვდავებაზე ოცნებობს იმ დღიდან, როცა აღმოაჩინა, რომ სიკვდილი გარდაუვალია. ადრეც გვისაუბრია ამ თემაზე, გემახსოვრებათ ამ გადაცემის ძირძველ მაყურებლებს. ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა დედამიწაზე, რომელმაც იცის, რომ აუცილებლად მოკვდება. ამ აღმოჩენას წესით რადიკალურად უნდა შეეცვალა ადამიანის ქცევა. აღარ უნდა ყოფილიყო ქონების მოხვეჭაზე და ამ ქვეყნიურ სიკეთეებზე ეგეთი გაგიჟებული. რადიკალურად უნდა გადაეფასებინა პრიორიტეტები. მაგრამ მოხდა პირიქით. მაინც თუ უნდა მოკვდე, მოდი შევირგებ ამ ცხოვრებას და ვიგულავებ ბაგის დედაცვატირე. აი ასე გაჩნდა პირველი ქოცი დედამიწაზე. დღევანდელი ქოცის პრობლემა ისაა, რომ ვერც გულაობენ. ანუ იწვალეს, ყველაფერი იკადრეს, ქონება დააგროვეს და დადიან ფერარები წალენჯიხაში. ბიძინა საერთოდ მარტო გასვენებებში დადის. სუ ნუ ვიღაცები ჯერ კიდე ახერხებენ დასავლეთში გაძრომა გამოძრომებს, მაგრამ ზოგადად ქოცის ცხოვრება არაა დღეს. სუტყვილად გადააბიჯეს სინდის, ნამუს, შვილებს, ყველაფერს. ფულიც მოიტანეთო უკანო ეუბნებიან. დღევანდელი ადამიანი გაცილებით განათლებულია, ვიდრე საუკუნეების წინ მცხოვრები ადამიანები. დღევანდელმა მეხუთე კლასელმა გაცილებით მეტი იცის სამყაროზე, ვიდრე მთელი მსოფლიოს ლეგენდარულმა მეფეებმა ერთად აღებულმა. მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ დღევანდელი ადამიანი უფრო ჭკვიანია. გილგამეშის ეპოსი დაიწერა ძველი წელთაღრიცხვით მეორე 1000 წლეულში. უძველესი სრულყოფილი ლიტერატურული ნამუშევარია, რაც კაცობრიობას გაგვაჩნია. ბიბლიაზე გაცილებით ძველი ტექსტია. გილგამეში, რომელიც ნახევრად ღმერთი და ურუკის მეფეა, საუკეთესო მეგობრის გარდაცვალების შემდეგ პირველად ეჯახება სიკვდილის იდეას. აქედან იწყება გილგამეშის ტრანსფორმაცია და უკვდავების ძიება. დაადის გილგამეში, დაადის, ეძებს, პოულობს მზის გვირაბს, პოულობს კუნძულს, სადაც დრო გაჩერებულია, იქ ასწავლია მცენარეს, რომელიც ახალგაზრდობას აღადგენს. მოკლედ, გარკვეულ წარმატებასაც აღწევს უკვდავების ძიებაში, მაგრამ უკვდავების იდეას გვიან ხვდება. გილგამეში ბრუნდება თავის ქალაქში, ურუკში, აღთვალებული უყურებს ქალაქის კედლებს, მის შრომას, კულტურას, მემკვიდრეობას, ხვდება, რომ უკვდავებასთან ყველაზე ახლოს ესაა, რაც მომავალ თაობებს რჩებათ. და ყველაზე მაგარი ისაა, რომ ლიტერატურულმა პერსონაჟმა, რომელმაც უკვდავებას ვერ მიაღწია პოემაში, უკვდავება იპოვა ნამდვილ ცხოვრებაში. ანუ 4000 წელი გავიდა პოემის დაწერიდან და მისი სახელი დღემდე ვიცით, საუბრობთ მასზე.
მოვად რომ 150 წელიც იცხოვრებს ადამიანი და 300 წელიც შეიძლება უსასრულო სიცოცხლესაც მიაღწიოს ადამიანი, მაგრამ უკვდავება მაინც ერთეულების ხვედრი იქნება. პუტინმა და კიმ ჩენ ინმა 100 წელიც რო იცოცხლონ 1000. უკვდავებას მაინც ვერ მიაღწევენ, იმიტომ რომ მათი გაკეთებული საქმეები არ არის ღირებული. ამას 4000 წლის წინ მიხვდა პოეტი და ეს დიქტატორები 21 საუკუნეში ხართ. ყველაფერს თავი რო დავანებოთ 100 ადამიანი რო გააჩერო ქუჩაში და უკვდავებაზე კითხო 100-ვე გეტყვის რომ კი კაია უკვდავება ბიჭო, მაგრამ მერე დიქტატორები რო აღარასოდეს მოკვდებიან. აზე ხართ ბიჭო, ისეთი ცუდი ტიპები ხართ რომ უკვდავების იდეას აფუჭებთ. როგორ შეიძლება ადამიანს უკვდავება არ უნდოდეს, მაგრამ თქვენნაირების გამო ადამიანებს უკვდავება არ უნდათ. ჩემ გამო რომ ადამიანებს სიკვდილი ერჩივნოთ უკვდავებას, თავს მოვიკლავდი რა. რამდენად ახლოს ვართ კაცობრიობა სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდასთან. შუა საუკუნეებში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 30-35 წელი იყო. დღეს საქართველოში 73-14 წელია, ევროპაში 91. ერთი შეხედვით ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ორჯერ გაიზარდა შუა საუკუნეებთან შედარებით, მაგრამ არ არის მთლად მასე. შუა საუკუნეებში მოსახლეობის მეოთხედი კვდებოდა 5 წლამდე ასაკში. 5 წელს თუ გადაცდებოდი, მე იყავი ხარევით. მოსახლეობის 10% კი 80 წლამდეც აღწევდა. ანუ რეალურად სიცოცხლის ხანგრძლივობა კი არ გაიზარდა, ვისწავლეთ როგორ არ მოვკვდეთ თითის გაჭრისგან. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მოხუცი ადამიანი რომ ყოფილიყო 60 წლის, ვიტყოდით რომ 20 წლით გავახანგრძლივეთ სიცოცხლე. დღეს 80 წელი შეგვიძლია სიცოცხლე. მაგრამ შუა საუკუნეებში ჩითავდა 100 წლის ადამიანი და დღესაც. უბრალოდ დღეს უფრო მეტი ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა და არა ერთი ადამიანის ზედა შესაძლებლობა, ანუ. აი ვინმე თუ შეძლებს რომ 150 წელი იცოცხლოს, ან 140, 130, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა გავზარდეთ. მოკლედ, დიქტატორების სიხარული ნაადრევია. თქვენი თაობა უეჭველი მოკვდებით ძმებო. და ძაღლიც მიგაკვდა ცულში. ახლა ზოგადადაც ვთქვათ, კაცობრიობისთვის რას მოუტანს სიცოცხლის გახანგრძლივება კაცობრიობას. ჩემი აზრით არ არის ისეთი საშიში, როგორც გვეჩვენება. ადრე თუ გვიან მეცნიერება შეძლებს სიცოცხლის გახანგრძლივებას, რაც გულისხმობს ორ რამეს: დაავადებების დამარცხება, სიბერესთან ბრძოლა. დიქტატორი თუ არ მოკვდება სიბერით ან დაავადებით, ეგ არ ნიშნავს, რომ დრონით არ მოკვდება. ამიტომ დიქტატორების შიშით სამეცნიერო პროგრესზე უარის თქმა სისულელეა. ადამიანის გაცოცხლება საშიშია. რაც ამ ეტაპზე წარმოუდგენთ, თორე სიცოცხლის გახანგრძლივებაზე არ უნდა ვთქვათ უარი. ისე უცნაურია, რომ დიქტატორები, რომლებიც სიცოცხლის გახანგრძლივებაზე ოცნებობენ, ასეულობით მილიარდს ხარჯავენ ომებსა და იარაღის წარმოებაში. ეს ფული მეცნიერებაში რო იხარჯებოდეს, გაცილებით სწრაფად მივაღწევდით სიცოცხლის გახანგრძლივებას. ერთ სათაურს წაიკითხავთ. პუტინს სიბერის დამარცხება სურს. კრემლმა რუს მეცნიერებს დავალება მისცა. Давай, блядь! რუსეთის ჟანდაცვის სამინისტრომ რუსეთის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს მოსთხოვა სასწრაფოდ შეიმუშავონ ტექნოლოგიები, რომელსაც დაბერების შენელება შეუძლია. აი ეგრე. უკრაინაში ომში რუსეთი დღეში $1 მილიარდ ხარჯავს. თითქმის 4 წელია ეს ომი გრძელდება. ტიპს ტრილიონზე მეტი აქვს დახარჯული ომში უკრაინაში და ეგ ფული დაგეხარჯა ბიჭო მეცნიერებაში. ნახევარს მოგიტეხავდნენ, ნახევარი კვლევებში დაიხარჯებოდა. შეიძლება რომ მნიშვნელოვნად ახლოს ყოფილიყავი სიცოცხლის გახანგრძლივებასთან. მე წინს ხუილოს რო დაუძახებ. მოკლედ, ძალიან საინტერესო ბრძოლა მიდის დემოკრატიულ და ავტორიტარულ სამყაროს შორის. მათ შორის მედიცინის მიმართულებითაც. ნახოთ, გამოჩნდება არც ისე შორეულ მომავალში, რომელი აჯობებს. ახლა
თავარი შეკითხვა, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ. ჩვენ ისი არ ვქნათ, რომ დასავლეთმა უკვდავების წამალი გამოიგონოს და ჩვენ არ მოგვცეს. ეგრე არ გადავიმტეროთ დასავლეთი. სულ ეს იყო რაც დღეისთვის მინდოდა მეთქვა. დღეგრძელობა კაი ხალხს, სიკვდილი დიქტატორებს. მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით მომავალ შაბათ ფორმულაში.